ის გადახდა ნიკამელიას მხრიდან არ გადახდა უბრალოდ მოხდა მიზანმიმართველი. 3 საათიანი ხმაურიანი სასამართლო პროცესი ნიკამელიას საპატიმრო განაჩენით დასრულდა. კოალიცია ახალის ლიდერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, რომლის გადახდაზეც უარს ამბობდა მოსამართლემ პატიმრობით შეუცვალა. თუმცა განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული ვერ დაესწრო, რადგან მანამდე მოსამართლეს წყალი შეასხა, რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს. დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით ეს ყველა ვიცით. მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე, მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას. ეს კაცი უნდა წყლის შესხმამდე იყო ხელოვნური ხმაურის გამოწვევის მცდელობა, ადმინისტრაციული წესით დაკავების ისტორია და მოსამართლის მისამართით გაკეთებული, არაერთი შეურაცხმყოფელი რეპლიკა. ორი მანქანით გადავაგდებოდი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება. და კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა. თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ ჩემოთანო. ნუ გწინთ რომ ვერც მოსამართლედ ვიწოდებთ თქვენ და ვერც ბატონოს დაგიძახით რა. თქვენ გირაოს გადახდას აპირებთ და ამ დაკავებამ შემოშალათ. გირაოს გადახდა არ გადახდას და დაკავშირებით კითხვებს რო სვა. მე რაც ახლა მოგიყევი ეს არ არის ერთი საინტერესო. ადმინისტრაციული დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში ამის კანონიერებაზე არ გულები ეს საკითხები უნდა გააპროტესტოთ იმ სხდომაზე, სადაც თქვენს მიერ ადმინისტრაციული სამართლებრივი ჩადენის თუ არ ჩადენის. იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არაერთხელ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების განხილვა მისი პრეროგატივა არ იყო, მელიას მსგავსად მისი უფლება დამცველებიც მისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ. შესაბამისად, ბრალდებულ მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმა პროტესტის სწორ ფორმად შეუფასეს. ადამიანმა წყალი შეასხა კი არა. საერთოდ როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენთაგანს ეს კაცი არის უკანონო პატიმარი. მოსამართლე შვანგირაძეს ყავს უკანონო პატიმარი კვლავ ვიმეორებ, არა იმიტომ რომ არასწორად განმარტა ნორმა ან მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე, არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება რომ იყოს. ნიკამელია, რომელსაც მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები პოლიტპატიმარს უწოდებენ, მმართველი გუნდისთვის ჩვეულებრივი კანონდამრღვევია, რომელმაც საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა. როდესაც შენ გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არ მისვლას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება, რაც არის კანონით გათვალისწინებული. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს რეაგირებას კანონდარღვევას. ეს არ არის მხოლოდ გადაცდომა იმ კანონებიდან, რომელიც არსებობს. ეს არის გარკვეული სტრატეგიული გეგმა იმისათვის, რომ საქართველოში განუკითხაობის ატმოსფერო დაამყაროს და ამას ემსახურება მელიას მოქმედებები. ნიკამელიას პატიმრობა საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მიესაჯა. სასამართლო პროცესზე ის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოიყვანეს, სადაც პოლიციელის შეურაცხყოფის გამო მოხდა. სამართალდამცველებმა მელია ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავეს.